365 დღე რაც მზია ტყვეობაშია. Რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის უმძიმესი დღეები, უმძიმესი ერთი წელი, მაგრამ ამავე დროს ეს არის გარკვეული შედეგების მქონე წელი. და მოდით ცოტა ამაზეც ვისაუბროთ, რა გვაქვს შედეგად მზიას ერთი წლის პატიმრობის შემდეგ. არასამართლებრივი თვალსაზრისით, რაზეც ქალბატონმა მაიამ ისაუბრა, არამედ საზოგადოებისთვის, რას ნიშნავს ეს საზოგადოებისთვის და როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა იმაზე ვერ ვილაპარაკებთ, ეს როგორ ტკივილთან არის დაკავშირებული, ამის წარმოდგენაც კი რო ვფიქრობ ხოლმე, წარმოდგენაც კი ძალიან მიჭირს. რა ტკივილთან არის ეს დაკავშირებული როგორც მზიასთვის და პირველ რიგში იმ ბრასთან, რომელიც ამდენი შეურაცხყოფის გამო ადამიანს არ ტოვებს, ამის შემდეგაც არ ტოვებს და რა თქმა უნდა ეს ბრაზი მასში ჯერ კიდევ არის და ეს თავმოყარების შელახვის მომენტი მზიასნაირი ადამიანისთვის ეს არის ძალიან რთული გადასალახი რამ. და ასევე მისი მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის და ოჯახის წევრებისთვის პირველ რიგში ეს არის უმძიმესი წელიწადი. მაგრამ მეორეს მხრივ მზიას დატყვევება და აი ეს პროცესები, რომლებსაც მუდმივად ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, უამრავი ადამიანი დარბაზი ვერ იტევდა, რა თქმა უნდა, მსურველებს, თბილისიდან ჩასული, იქაური, ბევრი ბათუმელი, გარეთ თუ შიგნით ესწრებოდა ამ პროცესებს. და ამ პროცესმა აჩვენა ის, რომ თავიდან ცოტა გაურკვევლობა იყო თუ გახსოვთ, საზოგადოება კარგად ვერ ერკვეოდა რა მოხდა და ცოტა რთული ასახსნელიც კი იყო რეალურად რატომ გააწნა სილა მზიამ რეჟიმს. და მერე აი ბევრი საუბრის მერე მოვიდა ეს სწორი ახსნა განმარტებები და პირველ რიგში მზიას დაცვის გუნდისგან, ადვოკატებისგან, რომლებმაც არ მომერიდება და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქალბატონი მაია ეხლა სტუდიაშია, მისმა გუნდმა, არაჩვეულებრივმა გუნდმა, რომელსაც ქალბატონი მაია ხელმძღვანელობდა, ასევე საიას ადვოკატები, რომლებიც ასევე თავის წვლილი შეჰქონდათ ამ საქმეში, იმუშავეს უნაკლოდ და მართალი გითხრათ, როდესაც აი მე ამ სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი, აღფრთოვანებული ვიყავი, მე არ ვარ იურისტი და არ მესმის ამდენი, არ მაქვს ეს იურიდიული ცოდნა, მაგრამ როგორ იყო მოწოდებული ეს არგუმენტები, როგორი სიზუსტით, როგორი დამაჯერებლობით, ასევე მოწმეები, რომლებიც დაცვის მხარეს ყავდა, ეს იყო და სრულიად ცხადი იყო, რა ხდებოდა მეორე მხარეს. ანუ ამ პროცესმა აჩვენა ის, რომ მზია არის მართალი. და მე მგონი, რომ თუ ამის თავიდან ადამიანების შედარებით ვიწრო წრეს ჰქონდა ამის აღქმა, მერე და მერე ეს აღქმა უფრო გაძლიერდა. მე მგონი თავად არ შეიძლება არ დამეთანხმოთ, დგებუაძემაც ითამაშა აი საზოგადოება რომ დაარწმუნებულიყო რეალურად მზიას სიმართლეში, მისმა ჩვენებებმაც მე მგონი ითამაშა ძალიან არა მარტო დგებუაძე, იმიტომ რომ უშუალოდ მისმა ჩვენებებმა. მისმა ჩვენებებმაც ასევე სხვა მოწმეები ხან რომ გაუწითლდა, ხან რომ მეთქი აიქ ექსპერტების ჩვენებები ასევე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომლებიც ამბობდნენ რომ შეუძლებელია რაიმე ტკივილი სილის გაწვით მიიღო, ხო ესაც ყველამ ძალიან კარგად ნახეთ ეს სასამართლო პროცესები. კი ბატონო, ნამდვილად ესეა და ასევე როლი ითამაშა იმ ცრუმოწმეებმა და მათმა ჩვენებებმა, რომელიც სრულიად ცხადი იყო, რომ ეს ადამიანები ტყუილებზე აგებდნენ თავის განცხადებებს. გარდა ამისა, რაც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მე მოველოდი, რამდენადაც ვიცნობ მზიას და მისგან ეს არ გამკვირვებია, მისი პრინციპულობა და მისი გაუტეხლობა, რომელიც საზოგადოებამ დაინახა და დააფასა. ანუ მზია დააფასა არა მხოლოდ როგორც კარგი ჟურნალისტი, უკომპრომისო ჟურნალისტი, რომელსაც არასოდეს პროფესიულად არანაირი კომპრომისი არ გაუკეთებია, რაც მარტო მას არ ეხება, მთელ მის გუნდს ეხება, მაგრამ გარდა ამისა საზოგადოებამ დაინახა მასში ქალი, რომელიც იბრძვის თავის სიმართლის დასამტკიცებლად და არ ეგუება, არ ეპუება, არ თანამშრომლობს იმისათვის, რომ როგორმე ვთქვათ ეს შეიმსუბუქოს მდგომარეობა, ან რაღაცნაირად უფრო მარტივად გამოვიდეს გარეთ.
ეს მე ვფიქრობ, რომ იყო გადამწყვეტი, მზიას გაუტეხლობა ნამდვილად იყო გადამწყვეტი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ის არ ჯდებოდა საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამით ის გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ არ იღებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის. ოღონდ ეს ერთჯერადად არ ამბაღრო ის კარგად იცის და ეს გრძელდებოდა საათობით. ადამიანი, რომელიც საათობით მგზავრობდა და მე მუდმივად იდგა 6, ზოგჯერ 10 საათიც კი მდგარა ფეხზე და ეს იყო ძალიან ძლიერი ნიშანი იმისა, რომ აი ის არ იღებს მას, რაც მას არ ეკუთვნის და არ ეგუება ამ მდგომარეობას. და ბევრი სხვა ფაქტი, მისი წერილები, მისი ქცევა ზოგადად, იმიტომ რომ მზია არის ესეთი ადამიანი, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობს, მე მგონი ყველა მივხვდით ამას, მაგრამ ბევრს ფიქრობს და ძალიან მოზომილად ამბობს თავის სიტყვებს, მაგრამ მის სიტყვებს ყოველთვის თუნდაც ფრაზებს ქონდა ძალიან დიდი რეზონანსი საზოგადოებაში და საზოგადოებამ ეს აიტაცა და დააფასა მზიას გაუტეხლობა. მე ვფიქრობ, რომ მზია როგორც პირველი ჟურნალისტი ქალი, რომელიც რეჟიმმა დაატყვევა, იყო ასევე რაღაცა გამოფხიზლების მომენტი, იმიტომ რომ ბევრმა არიან ადამიანები, რომლებიც უფრო ადრე გრძნობენ საფრთხებს, არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა უფრო გვიან ხვდებიან რა გარემოში ცხოვრობენ ისინი და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს იყო აი ესეთი გამოფხიზლების მომენტი, რომ ჩვენ ქვეყანაში რაღაც ისეთი ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს და რასაც არ შეიძლება შეეგუოს ნორმალური ადამიანი. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება არც იცნობდა მზიას, მაგრამ დაინახა ის უცბად, როგორც მებრძოლი, მართალი, შეუპოვარი ადამიანი და რაღაცნაირი უხილავი ძაფები გაიბა თითქოს მათ, ისევე როგორც ბევრ სხვა პოლიტპატიმართან, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ გატყდნენ, ამ ადამიანებმა კარგად იციან, რატომ არიან ციხეში და ამ ამბავმა ეს სოლიდარობის ძაფები კიდევ უფრო განამტკიცა. ამიტომ არის, რომ ჩვენ უყურებთ ამ პოლიტპატიმრებს, უფრთხილდებით მათ და იმ მზიას ბოლო წერილიც აჩვენებს იმას, რომ თავის მოუწოდებს ორ პოლიტპატიმარს, რომლებიც შიმშილობენ ზურაბ ხაშაშვილს და ზურაბ ჭავჭანიძეს, რომ იფიქრონ იმ ადამიანებზე, რომლებიც გარეთ არიან და მათ უყურებენ. ასე რომ ეს არის ორმხრივი რაღაცნაირი პროცესი, როდესაც ჩვენ ესე გვეძვირფასება ერთმანეთი და მართლაც არავინ არ გვყავს ერთმანეთის გარდა და ვცდილობთ, რომ აი ამ ერთმანეთის გაძლიერებით შევძლოთ გაგრძელება. და აქვე არ შემიძლია ჩემ თავს მივიცემ უფლებას არ აღვნიშნო ზოგადად მზიას კოლეგები და ჟურნალისტები და მათი მხარდაჭერა, უშუალოდ მისი როგორც ბათუმელებიდან იქნებოდა თუ ნეტგაზეთიდან კოლეგები, ასევე სხვა ტელევიზია იქნება თუ არ ვიცი სააგენტო თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ვიცი სასამართლო პროცესები, სადაც მართლაც არც ერთ სასამართლო არ მახსოვს, სადაც მაგალითად გელა მთივლიშვილი არ ყოფილა, ან ლიკა ზაკაშვილი არ ყოფილა, აღარაფერს აღარ ვამბობ თავად ადგილობრივ აჭარის მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ მზიას ფენომენმა კი არ შეკრა, აი შეადუღაბა თითქოს ჟურნალისტური კორპუსი, რომელსაც აქვს, ეს უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ჟურნალისტებს აქვთ ძალიან ძლიერი გრძნობა სოლიდარობის, განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს იგრძნობა და ეს ნამდვილად მისაბაძი რამ არის, მაგრამ მზიას გარშემო მოხდა რაღაცნაირად თითქოს აი შედუღაბება ყველასი, იმიტომ რომ ყველამ, არა მარტო ის ადამიანები, ვის თქვენ ჩამოთვალეთ, არამედ მთელი ჟურნალისტური კორპუსი ამის გარშემო გაერთიანდა. უბრალოდ მე იმის გვამინდა, რომ ეს გაცდა შემდეგ მხოლოდ კოლეგიალურ სენტიმენტებს თუ გრძნობებს და ეს გახდა უფრო საყოველთაო, იმიტომ რომ უცნობი ადამიანებიც, რომლებიც იმედია დღეს მარშზე შემოუერთებიან 8 საათზე მარჯანიშვილის მოედანთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს მზიას. სხვათა შორის მათ შორის არიან არა აი მხოლოდ პროტესტში მყოფი ადამიანები, არამედ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც, რომლებიც მე შემხედრია ესეთი ადამიანები და ისინი შინაგანად შეიძლება ხმამაღლა არ გამოთქვამენ, მაგრამ აი პირად საუბრებში ისინი ძალიან სოლიდარულები არიან მზიას მიმართ და საერთოდ პოლიტპატიმრების მიმართაც.
კი ბატონო, ისე გებუაძეს დამცველებით მე მგონი არც თავის დროზე არ გამოირჩეოდა და უფრო მეტიც მეც მქონია შეხება ადამიანებთან, მათ შორის ხელისუფლების ხარდამჭერებთან, რომლებსაც გამოვიყენებ ამ ცოტა რაღაცა ეუხერხულებოდათ კიდეთ, ესე ვთქვათ, აი უტყდებოდათ პირდაპირ გამოვიყენება აი ამ სიტყვას, აი ეს თავისით გებუაძის მთელი დრამა ხო აი ამ რაღაც სახლოყის ტკენასთან თუ ასე შემდეგ ეგ რამეს დავამატებ. შეიძლება რახან ამ წელს ვაჯამებთ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც მიიღო მზიამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვირჩევნია, რომ ეს აღიარება სხვა გარემოებებში მოსულიყო, მაგრამ დატყვევებულ მზიას სოლიდარობა გამოუცხადა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მზიამ ამ წლის განმავლობაში მიიღო უამრავი ჯილდო, უამრავი დასაფასებელი და პრესტიჟული ჯილდო. მე და ქალბატონი მაია ვესწრებოდით მის დაჯილდოვებას სტრასბურგში. ეს არის უმაღლესი პრემია, სახაროვის პრემია, რომელიც კი შეიძლება ადამიანის უფლებების დარგში მიიღოს ადამიანმა ევროპისგან. და ეს ისეთი რამ იყო, როგორ გითხრათ, რაღაც ორმხრივი გრძნობა ჰქონდა. ერთი ის, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება და ამით ვიყავით, რა თქმა უნდა, ბედნიერი, რომ მზია მოხვდა ამ ობიექტივის ქვეშ, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან რთული.